ეს გაკვეთილი დავუთმოთ სიმბოლოებს და გავაკეთოთ პატარა მაგალითი სიმბოლოებთან დაკავშირებით. შევქმნათ ფაილი და დავარქვათ მას char cpp. როგორც უკვე იცით, სიმბოლოებისთვის გამოიყენება ტიპი char. დავწეროთ char, შემდეგ დავარქვათ ფლად სახელი, მაგალითად c და ახლა მივანიჭოთ მნიშვნელობა. მნიშვნელობის მინიჭება ხდება ჩვეულებრივად წერთ თითო ბრჭყალს და მათ შორის მოვაქცევთ იმ სიმბოლოს, რაც გვინდა რომ მივანიჭოთ ამ c-ს, მაგალითად a. აი აქ არაგერიოთ ჩვენ არ ვიყენებთ აი ესეთ ბრჭყალებს, არამედ ვიყენებთ თითო ბრჭყალს და მათ შორის წერთ იმ სიმბოლოს, რა მნიშვნელობაც გვინდა რომ მივანიჭოთ ჩვენს ფლადს. და მოდი ახლა დავბეჭდოთ ეს მნიშვნელობა. დაბეჭდვაც ძალიან მარტივად ხდება ჩვეულებრივად. გავაფორმოთ თან ეს c უდრის და შემდეგ დავწეროთ ჩვენი ფლადი. მოდი ახლა დავაკომპილიროთ ეს და ვნახოთ როგორ იმუშავებს. და აი როგორც ხედავთ დაგვიბეჭდა ეს a. მოდი ახლა კიდევ ერთი მაგალითი გავაკეთოთ, დავბეჭდოთ სიმბოლოები a-დან z-მდე ციკლის საშუალებით. ანუ დავწეროთ for და ახლა შევახსოვთ ციკლისთვის სამუშაოდ აუცილებელი ეს ბლოკები. ამას როგორ მოვახერხებთ ახლა? სიმბოლოებისთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ეს ტიპი char-ი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც მცირე ზომის int-ი. და სწორედ ახლა ამას გამოვიყენებთ ჩვენ იმისთვის, რათა დავბეჭდოთ ეს სიმბოლოები ციკლში. გავაკეთოთ მოდით ფლადი, პარამეტრი, დავარქვათ მას letter და მივანიჭოთ a. ეხლა პირობა, სანამ ეს letter-ი არის ნაკლები ანტოლი აი ამ z-ზე. და დავწეროთ letter plus რაც გაზრდის ყოველ ჯერზე აი ამ მნიშვნელობას. ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა თუ როგორ უნდა გაზარდოს სიმბოლოს მნიშვნელობა. საქმე იმაშია, რომ სიმბოლოები წარმოდგენილი არის რიცხვების სახით, ანუ ყოველ სიმბოლოს შეესაბამება რაღაც გარკვეული რიცხვითი მნიშვნელობა. და ეს რიცხვითი მნიშვნელობები აი ამ სიმბოლოებისთვის, რომლებიც არიან a-დან z-მდე, არის ერთმანეთის თანმიმდევრული. სწორედ ამიტომ, როდესაც ეს რიცხვითი მნიშვნელობა გაიზრდება, შესაბამისად შეიცვლება ეს სიმბოლოც და მივიღებთ სიმბოლოებს a-დან z-მდე. და ახლა უბრალოდ დავბეჭდოთ ეს letter და გამოვტოვოთ, გავაკეთოთ დაშორება სიმბოლოებს შორის. მოდი აი აქ გადავიტანოთ ეს შემდეგ ხაზზე, რომ ხელი არ შეგვიშალოს და ვნახოთ ახლა როგორ იმუშავებს. აი როგორც ხედავთ, დაიბეჭდა ეს სიმბოლოები a-დან z-მდე. და ახლა მოდი ბარემ აქვე დავბეჭდოთ აი ამ სიმბოლოების შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობებიც. ეს როგორ მოვახერხოთ ახლა? მოდი აი აქ დავწეროთ ესეთი სიმბოლო და შემდეგ დავბეჭდოთ letter, ოღონდ letter-ი დავბეჭდოთ როგორც უკვე int-ი, როგორც რიცხვი. და აქ გადავიტანოთ შემდეგ ხაზზე, რათა უფრო უკეთესად გამოჩნდეს ყოველი სიმბოლოს შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა. მოდი ეს ზევით რაც არის წავშალოთ, აღარ გვჭირდება და დავტოვოთ მხოლოდ ეს ციკლი. პრინციპში შეგვიძლია ეს ხილებით მოვუშალოთ და ესე გავამარტივოთ ეს ჩვენი პროგრამა. მოდი ახლა გავუშვათ და ვნახოთ როგორ იმუშავებს. და აი როგორც ხედავთ, იმუშავა, დაგვიბეჭდა სიმბოლოები და მისი რიცხვითი მნიშვნელობები და როგორც ხედავთ, აი ამ სიმბოლოებისთვის, რომლებიც არიან a-დან z-მდე, ეს რიცხვითი მნიშვნელობები არის ერთმანეთის მიყოლებით და სწორედ ამიტომაც იმუშავა ჩვენმა ციკლმა.